დილამშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, რომ იცოდეთ, როგორ მომენატრა თქვენთან ლაპარაკი და თქვენთან ურთიერთობა. ძალიან დიდი ინტერვალი გამოგვივიდა ჩვენ შემოდგომის მერე ვიდეოებში, მაგრამ უჩვეულოდ გრილი გაზაფხული გვაქვს ამ დროს ყველაფერი ყვავის ხოლმე. წელს რამდენი ხანია ვაპირებ ამ ვიდეოს გადაღებას და ხან წვიმს, ხან ქარია, ხან მოღრუბლულია და კარგი ვიდეო არ გამოვა, ხან პირიქით მზე აჭერს და გადაიდო. დღეს მივხვდი, რომ არასდროს არ არის იდეალური მომენტი და უნდა ავდგე და გადავიღო როგორც არის. ხან ბალახები მქონდა გადასატანი ბაღიდან, გასატანი, ხან ქოთნები ლამაზად გადასაწყობი, მოკლედ. არა უშავს როგორც არის, არ მიწყენთ, დავიწყოთ სეზონი. წელს მინდა გითხრათ, რომ ძალიან ნაწყენი არიან ჩემი ვარდები ჩემზე, ამინძეთ ზოგადად ალბათ, მაგრამ ჩემზეც, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვუვლი ბაღს. ზოგ ვარდს აი ამდენი წვიმების და ამდენი უამინდობის ფონზე უკვე ნაცარიც კი გაუჩნდა, დაავადდნენ, მაგრამ ვერ ვწამლავ. ექიმებმა პატარა პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის და ბაღისკენ გახედვაც კი ამიგრძალეს, არამც თუ ქიმიურ პრეპარატებთან მუშაობა. ამიტომ წელს განსაკუთრებით მოუვლელი ბაღი მაქვს. აი ერთადერთი ძალიან გვიან დაგვაგვიანდა ქმარს ვთხოვე და 1%-იანი ბორდოთი დაუარა სადღაც მარტში და ამას წინ კიდე იცით უკვე შეგუებული ვარ შინაგანად, რომ წელს ძალიან იავადებენ ჩემი ვარდები, მაგრამ ძალიან დიდი სტიმული და გამხნევება მომცა ანამ, როუსხოლის ანამ. მთელი ამ ხელას სანერგე გადაიყვანა ბიოზე, ბიოპრეპარატებზე. არ ვიცი, ახლა მე დამაგვიანდა გამოყენება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ უკვე გაჩენილ დაავადებას არაფერი ბიო არ უშველის, ეს უფრო პროფილაქტიკაა, მაგრამ სულ არაფერს ხო აჯობებს. მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იმუნიტეტიც გაუძლიერდება ვარდებს და მოკლედ ვარდების ჯანმრთელობას წელს ვამჯობინე ჩემი ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ უხეშად და სამაგიეროდ ახლა გამოჩნდება მკვეთრად, გამოვლინდება რომელი ვარდია ძალიან ყოჩაღი და რომელს უჭირს. სიმართლე გითხრათ, ახლა ამოვთხრი მოავადე ვარდებს და გადავაშენე ბაღიდან თქო, მაგასაც ვერ ვიტყვი. წინასწარვე ვიცი რამდენიმე ვარდზე, რომ ძალიან მოავადია. აი ეს ნახეთ როგორი კონსტრუქცია გამიკეთა ჩემმა ქმარმა წელს და მარწყვები ჩაორგეთ. 4 არუსად არ ვიცი რა გამოვა, 3 ჯიშის მარწყვია აქ. აქ კიდე გერბერებმა გაიგიჟეს თავი. ეხლა წვიმებმა რომ გადაიარა, უკვე გაჩენილ ნაცარზე გამოვიყენე, ჩემი ქმარი დამეხმარა და შევწამლე ფიტოსპორინით, ნაუტა გავურიე, ვიყიდე ბიოპრეპარატები, ხო? და ეს ნაუტა არის ამინომჟავების კომპლექსი და ხორბლის სტიმულატორი გავურიე, არ დამეზარა და დავაყენე ხორბალი, ჩვენი საყვარელი ხორბალი, ვაიმე ეს განსაკუთრებით ლამაზია. სხვა დროს, როცა NPK-ს ვიყენებდი, უფრო მეტი ფოთოლი ქონდა ამ ჰერბერებს და თითოოროლა ყვავილი და წელს NPK არ მიხმარია და წარმოიდგინეთ, ყვავილობით იგიჟებენ თავს. ესე იგი ფიტოსპორინი, ნაუტა, ხორბლის სტიმულატორი და ცოტა მაგნიუმის სულფატი გადავურიე. აი ეს კოქტეილი მივასხმევინე ჩემ ქმარს. აი შეხედეთ, განახოთ ახლა. აი ეს უკვე გაჩენილი ქონდა, როცა ფიტოსპორინი მივასხი. ეხლა უნდა დავაჭრა ესენი კიდე ალბათ ცალკეული ფოთლების მოჭრა არ უშველის და მთლიანად ტოტი იქნება მოსაჭრელი. ეს იაპონური ვარდია.
აი აქაც ნახეთ. აი ესე დილაობით დავუვლი, დაავადებულ ფოთლებს და ტოტებს მოვაჭრი. აი ამასაც როგორ ეტყობა, მაგრამ ეს ისედაც მოავადია ყოველთვის და მას ლუნამაქს და ტოპასში ვაბანავებდი ხოლმე, რომ ცოტა რაღაცნაირად ამოესუნთქა და წელს ახლა რახან ქიმია ვერ გამოვიყენე. ეხლა ამას ფოთლის მოჭრა არ უშველის, ალბათ მთლიანად ტოტი იქნება მოსაჭრელი აქაც და რაღა იყვავილებს, არ ვიცი. აქ ჩემი საყვარელი მიხაკებია. ძალიან მიყვარს, ისეთი გამძლე გამოდგა ეს მიხაკი. მთელი ზამთარი ყვავის. ეხლა უყურეთ. ველაზე ყოჩაღი, ვარდები ჩამოვთვალოთ. ეს არის ცხელი კაკაო და აი ესეთი უვნებელი. ამას საერთოდ არ ჭირდება, არ შეწამლა, არც კვება, არაფერი. ნუ კვება როგორ არ ჭირდება, მაგრამ კვება სხვათა შორის შემოდგომით ცხენის ნაკელი შევიტანე და მე მგონი ეყოფათ ახლა წელს არა უშავს როგორც არის. ეს ვაიმე ღმერთო, კენსინგტონ გარდენსია. შეხედეთ როგორი ცხენუკაა. და ეს არის ჩემი გაჭირვებული მოავადე მუდმივად. მთელი ამ წლების მანძილზე ჰანი დიჟონი რომ მეგონა და გოლდენ მუსტარდი აღმოჩნდა. ჩვენი საყვარელი მდოგვისფერი ვარდი, გიჟივით რო ყვავის ხოლმე. ეხლა კი არის ყოჩაღად, მაგრამ მე ვიცი უკვე წინასწარ რომ როგორც კი კვირტებს დაბერავს, რომ დაიწყოს ყვავილობა, აი მაშინ ავადდება ისე რომ თითქმის ყველა კვირტი უფუჭდება, ყველა კოკორი. და ეს კოკრები მერე ვაბანავებდი ხოლმე ლუნამაქსით კარგად 1, 2, 3 დღე და წელს ამას რო ვერ ვიზამ, აი მერე უყურეთ რა დაემართება. ეხლა აქეთ შეხედეთ. აი ეს ვარდი ნაყიდი მაქვს, ჩარგული მაქვს როგორც გრანდ ამორე. აი ეხლა ამას რა უნდა ეშველოს, მე არ ვიცი. ისეთი ლამაზი ვარდია, რომ აი აქ ჩანდოს ბიუთის ურგია ფეხებში. აი ნახეთ, ჩანდოსი უყოჩაღესად დგას. აქეთ ფრენესი, ყოჩაღი ფრენესი და აი ეს ვირთხა ეს. არ და მიყვარს სიგიჟემდე. აი როგორ ამოვთხარო მითხარით. აი მე აქ ჯუნგლებია. ეს შეხედეთ რა ქნამან. ეს არის იოანე პავლე მეორე. შარშან მთელი სეზონი ვემუქრებოდი ამოთხრას. ცალ ფეხზე დგას და რაღაცა თითო ყვავილს მიჩვენებდა ხოლმე სეზონზე, თითო ოროლა ყვავილს. წელს გაიგიჟა თავი, წამოიღო ახალი კვირტები. ბაზალური არ გამოუტანია მართალია, მაგრამ შეხედეთ როგორ დაბუჩქდა. ესე იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ ამოვთხარო. ნახოთ აბა რა სიზავს. შემოდგომი თვე დიდხანს იდგა ყვავილში, მაგრამ ეხლა სულ გაიგიჟა თავი. როგორი კმაყოფილი ვარ ამ ბუჩქის და ამ ყვავილის. ეს არის იბერისი. აი ესე დგას საუკუნეა. რა ვიცი, დიდი ბუჩქი იზრდებაო და გაჩვენოთ ჩემი ჰორტენზიები. გიჟია ვარი ტყვით. შეხედეთ. სულ ქოთნები ყოველ წელიწადს მოვაკლებ. ეს არის მიკავა ჩიდორი, წელს როგორი დიდი გოგოა უკვე. ეს პასუმი, ეგეც კოკრებშია და დაახლოებით 20 ახალი ჰორტენზია მაქვს შეძენილი და ყველა ყოჩაღად არის. ზოგი ძალიან პატარაა ჯერ, აი შეედით. აი ეს როდის გაიზრდება და იყვავილებს. ან ეს კიდე. აი ეს არის სასწაული ხალხნო. ვიშოვნე, დავითრიე, რასაც ქვია. შავი პრინცი.
აქეთ კიდე ქოთნების ხროვა, სულ ახალი ვარდებია. ხო იცით ახლა ჩემი ამბავი ადგილი არ მაქვს ბაღში. ფეხის დასადგმელი ადგილი აღარა მაქვს. აი ახლა ის რა ჩასარგავი იყო იტყვით, მაგრამ შეხედეთ. როგორი ყოჩაღია? გვიან ჩამოვიდნენ ეს ვარდები და გამოწერილი ვარდებია იაპონურები და ვფიქრობდი გადარჩებიან, არ გადარჩებიან. მაგრამ აგე რა კარგად არიან. სუსუ ახალი ჯიშებია იაპონურები და ნელ-ნელა გაგაცნობთ სათითაოდ. აი ესეთი ამბავი, ეს ჩვენი ბალახის ნაყენი მიდგას. აი აქეთ ხო იცით რომ სამყურა მითესია. აი რამ ხელაზე გაიზარდა სამყურა. ძალიან კარგად უჩრდილავს ფესვებს ზაფხულში ვარდებს, მაგრამ აქეთ მოვუსუფთავე ვარდების გარშემო ამოვთხარე. აი აქეთ ასე მოვთხარე გარშემო და ეს ამოთხრილი სამყურა რო არ გადამეგდო, ავდექი და დავაყენე. აი ესე. ვაიმე, აქ რა ამბავია, ისე მომწონს ეს კომპოზიცია, ეს ჩანდოსი, აქეთ ფრენესი, ეს გაჭირვებული გრანდამორე, აქეთ კარამელანტიკი და აქეთ ტერაკოტა, აგურისფერი. აი ეს ასე გარშემო ძალიან მელამაზება ეს კომპოზიცია. ყველა, გრანდამორეს გარდა და თუ კარგად არ მოიქცევა, რომელიმე კარგი ვარდით წითელი ჩაის ჰიბრიდით შევცვლი. ჩემი საყვარელი ბრუნერა მთელი გაზაფხული მახარებს და მაბედნიერებს. იქეთ აი ეს ჩვეულებრივი ბრუნერა და ეს კიდე ვერცხლისფერ ფოთლიანი, ვერცხლისფერი ბრუნერა. ფოთოლიც ლამაზი აქვს. აი აქეთ შეხედეთ, ცხოვრებაში რომ შავლაქიანობა რა იყო არ ვიცოდი. აი ამ პატარა ვარდებს სულ აქები გაუჩნდათ. სულ დაავადებულია ყველა. აი მე ახლა ეს ამათაც უნდა დავუარო და ეს ლაქიანი ფოთლებიც მოვაშორო. არ ვიცი წელს რა მეშველება რომ გული არ გამესკდეს. ხო გითხარით, ხო აი დაუშვათ რომ ვთხოვო ჩემ ქმარს და ქიმიით შევაწამლინო, მე თვითონ ვეღარ შემოვალ ბაღში 1-2 კვირა და მასი არ მინდა. აი ჩვენი საყვარელი ტრავიატა, ხე ტრავიატა. აი აქედან გაჩვენოთ უკეთესად. სულ კოკრებშია. გამაგიჟებს მე ეს გოგო. აი ეგეც ეგ ვარდი არასდროს არ ავადობს, არაფერი არ ემართება. ასე ყოჩაღად იდგება ეს ხე. აი ცოტა უნდა გეწუწუნოთ. ეს არის ჩემი საყვარელი ამადეუსი. ნინო ზღაპარაძესთან მაქვს ნანახი მე ლაივში. ცოცხლად ეს ამადეუსი, მაგრამ აი მესამე წელია ასე ერთი ტოტი აქვს გამოშვერილი, დაბმული მყავს აქ და არც იზრდება, არც ვითარდება, არ ვიცი. აი ახლა ეს არ არის ბაზალური. აი ესე რაღაცა უჭირს. ან შეიძლება საკუთარ ფესვზე როა ცოტა დრო ჭირდება, არ ვიცი. აქეთ აი ეს ჩემი პატარა თაღი მინდა გაჩვენოთ. ერთი წამი ნახეთ. შარშან ხო ჩამოვიღე კლემატისი, დავარცხნე, დავალაგე, დავასუფთავე და ძალიან ჯუნგლები იყო. და ისევ ავუშვი თაღზე ლამაზად დავაბი და ნახეთ რაქნა. და ზემოდან ჩავახუტე ვარდი, ეს არის კიმურას ჰელენი, იაპონური. და ასე ტანდემში შეხედეთ რა დღეში არიან. ჰელენმა თავი გაიგიჟა. ძალიან მიყვარს ეს გოგო, ყოჩაღია ძალიან,
უნაზესი კლემატისი არის იისფერი, ლუტერ ბერბანკი გახსოვთ ხო? და ვარდი არის ღია ვარდისფერი. და აქედან ეს დასაბმელია კიდე. თეთრ რამდენი კოკორი აქვს და აქედან ჩაეხუტება დიდი ბრიჯვოტერი. ეს არის ნუნუ კავარშანიძის ნერგი, მეორე წლის და ნახეთ რა ყოჩაღად არის. და ჩემი ბაღის პირველი მერცხალი განახოთ. აი, ნახეთ ხალხნო რა სასწაულია. ეს არის კიმურას შამპანური. შარშან ჩავრგე და იყვავილა შარშანვე და წელს ნახეთ რა კარგად არის. წამოსული ულამაზესი ფერის. ისეთი ლამაზი ყვავილი აქვს, ისეთი ფორმის ყვავილი აქვს, რომ გაიშლება. გაჩვენებთ მერე. აქეთ არიან უყოჩაღესი პრინცესა კიში, ელი, კარმენ ვიურთი, ჩემი ყოჩაღი გოგოები, მულენ გალეტი, შარლოტა პერიანს როგორ უჭირს, მიწას არ აცდენია, უკვე მე-4 წელია. აქედან აქ პატარა სადგამზე ფრანგული კაბა მყავს. ძალიან მკაცრად გავს ხალი წელს ბევრი ვარდი და საერთოდ თუ იყვავილებდნენ არ მეგონა. აქ კიდე აი შეხედეთ როგორ უჭირთ ამ ვარდებს. აი მე არ ვიცი რა ეშველებათ. რა გავაკეთო? აქეთ ჩემი იაპონოჩკებია. აია, ჩემი საყვარელი როქსანა. როქსანა არის ყოჩაღი ძალიან. მერი ლენოქსი ყოჩაღად არის. ეს ანგელოზის ფრთები, მაგრამ ამაზე ვიცი უკვე როდესაც არ იცის, უბრალოდ დააგვიანდა წელს დაავადება. ეს არის სურირდე პერიგიო. აქ თაღზე ავუშვი. აი ესე ბრემენელი მუსიკოსები. ჩვენი საყვარელი ეშლი. აი ესე დავდგებით, რომ კარგად დაგანახოთ აქ რა ამბავია. ეს არის ბუკე პარფე. ეს არის დინკი და ეს არის ეშლი. ეს არის კიდე ფისტა. ისე გაიზარდა, აი არ ვიცი, ხედ გადაიქცა. ვერც გადამაქვს სხვაგან, იმიტომ რომ ისე კარგად გრძნობს აქ თავს. როგორ შეიძლება ახლა ამის ხლება და გადარგვა. აი აქ ნახეთ. ეს არის კრისტალინა. ულამაზესი ვარდი, სუზიკო. მოკითხვას გითვლის, შენი გოგო, შეხედე. მეორე წელია და რა დღეშია. უძლიერესი ვარდია და გვერდით მაქვს ჩარგული თილია. ძალიან გვანან ერთმანეთს ყვავილის ფორმით და ისე უჭირს ამ თილიას. არ ვიცი უკვე, აი ეგეც მეორე წლის არის და ერიცახა რა. ხო, და არა და ჩემ წარმოდგენაში ასე ორი ბუჩქი გაიზრდებოდა, ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს, ну რავი, შეიძლება დრო ჭირდება. ეს ჩემი საყვარელი დუნხუანი ისე გაიზარდა და ისეთი ყოჩაღია. რკინებივით ტოტები აქვს რა, აი ძალიან ძლიერი. აქეთ არის ახალი კლუმბა პატარების. იაპონკებია, აქ მემორი, აბრეშუმის ლურჯი ბუშტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა სახელების
თქმა საზრი არ აქვს, სანამ არ იყვავილებს. აი როგორ გაუჭირდა შელის, იაპონურ შელის. აი ესეთი ამბავია ჩემთან, ჩემო მეგობრებო. აქ სუმაღლა ავიდა შტერნტალერი ვენახზე. აქაც მადამ ისააკ პერეირო. აი ესე ავიდა, იქ დავამაგრე ტრუბაზე და ავიდა ესე ვენახზე. ქვემოთ კიდე დიდი არაფერი ამბავი აქვს. მეზობელთან ნახეთ როგორ ყვავის კალენდულა. შეხედეთ ირაბებოსთან რა ამბავია. მოკლედ სულ ეს არის ჯერჯერობით მეგობრებო. დაიწყება ნელ-ნელა კვირტების გაშლა, კოკრების გაშლა. აი მე რა ავიჩემი ეს კვირტები. აი ლავილა კოტამ რამდენი ამოიყარა. ძალიან ყოჩაღი გოგოა, ძალიან. უყოჩაღესი. და გადავიღებ ყველა ცვლილებას, ყველა ყვავილს. და იმედია მორალურად მაინც დავუდგებით ერთმანეთს გვერდით და ნუ რას ვიზამთ. მე წელს აი ესე აფსაიდში ვარ და სულ მოავადე ბაღის ჩვენებაში ამოხდით სულ მთელი სეზონი. ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა, ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო. და ძალიან მალე შევხვდებით ისევ, ძალიან უხურს, ძალიან ლამაზ და აი არ ნახულ ყვავილობას გისურვებთ თქვენს ბაღებში. და კარგ ამინდებს ისეც, როგორიც შეეფერება გაზაფხულს. მთელი მაისი წინ არის. აბა დროებით.